ო, თუ ოდესმე შეგიხედავთ ელექტრონულ პროდუქტში, ან გაქვს ზოგადი ცოდნა ელექტრონიკის შესახებ, ალბათ გინახავთ ან გსმენიათ კონდენსატორის შესახებ. კონდენსატორი ინახავს ელექტროენერგიას ბატარეის მსგავსად, მაგრამ სრულიად განსხვავებული გზით. ბატარეა ინახავს ენერგიას ქიმიურ ნივთიერებებაში, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება ელექტროენერგიად და გამოიყენება თქვენთვის სასურველი მოწყობილობისთვის. ხოლო კონდენსატორი ელექტროენერგიას ინახავს სტატიკური ელექტრობის სახით. ეს ნიშნავს, რომ მისი დამუხტვა და განმუხტვა ბევრად უფრო სწრაფად შეიძლება ვიდრე ბატარეის, თუმცა არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები. აქ მაქვს ძრავა და პროპელერი მიმაგრებული ხის ნაჭერზე, რომ იმედია არ გაფრინდეს. ასევე მაქვს ბატარეის ელემენტი და კონდენსატორი. ეხლა რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ ბატარეა დავაერთო ელექტროძრავზე. ასევე უნდა შემეძლოს კონდენსატორის გამოყენება, რომ მისი ელექტროენერგია ძრავის ამუშავებისთვის გამოვიყენო. ო, ეს არის სრულად დაცლილი კონდენსატორი. ამ სწრაფი ტესტიდან ჩანს, რომ კონდენსატორს ბევრად ნაკლები ენერგიის სიმკვრივე აქვს ვიდრე ბატარეას. და სწორედ აქ ჩნდება სუპერკონდენსატორები. სუპერკონდენსატორი მუშაობს მსგავსად ჩვეულებრივი კონდენსატორისა, მაგრამ ის უფრო განვითარებულია და ბევრად მეტ ენერგიას ინახავს. არაინდელად რამდენსაც ბატარეა, მაგრამ მისი დატენვა და განტენვა საკმაოდ სწრაფად შეიძლება. აბა მოდი ეს ძრავზე დავაერთოთ. კარგი, ასე უბრალოდ მავთულების დაჭერით კავშირი ცოტა არასაიმედოა. მაგრამ ეს კარგად გაჩვენეთ, რომ სუპერკაპასიტორებს ენერგიის სიმკვრივე ბევრად მეტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ კონდენსატორებს. სინამდვილეში სუპერკაპასიტორს იმდენი ენერგია აქვს, რომ შეუძლია ასეთი პატარა თვითმფრინავი ამუშავოს, რომელიც წამებში იტანებს. და ამ თვითმფრინავს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებს. ეხლა ეს თვითმფრინავი საკმაოდ მაგარია, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ ის სუპერკაპაციტორის სრულ პოტენციალს იქნებს. ამიტომ ვფიქრობ, დროა ერთი საფეხურით მავლა ავიდეთ. ან იქნებ. ცოტა უფრო მეტი. მე გამოვიყენებ ამ 6 სუპერკაპასიტორს, რომ მივაწოდო ენერგია 500 ვატიან უჯაგრისო ძრავს დიდი პროპელერით, რათა ვნახო, რამდენად მაღალ შეძლებ ელექტრორაკეტის გაშვებას. წავედით. კარგი, სანამ მავთულებს შევამოკლებ და ყველაფერს უფრო სუფთად გავაკეთებ, უბრალოდ მინდა სწრაფად გამოვცადო, რომ დავრწმუნდე, ჯერ ერთი ყველაფერი სწორად არის შეერთებული და ასევე სუპერკაპასიტორებს შეუძლიათ ძრავის ამუშავება. ეს უბრალოდ აძლევს სიჩქარის კონტროლებს მითითებას რა გააკეთოს. და მე უნდა შემეძლოს მოკლე შეერთება. ეს შევაერთო ბატარეაში. ამას ნამდვილად არ გიჩვენთ, მაგრამ ჯერ კონექტორი არ დამეკანებია. ასე რომ, სვამ ამას აქ, 3-დან 2-მდე. 1. შეიძლება უფრო დიდ ხანს უნდა დაიტანოს. ო. ამჟამად ბატარეაზე არაფერი მაქვს შეერთებული. გავზარდოთ თროტლი და ვნახოთ, დატრიალდება თუ არა. მუშაობს. კონდენსატორებს ეხლა არაფერი ტენის. ამიტომ ის ძრავა. მუშაობს მთლიანად ამ სუპერკონდენსატორებით. ეს ძალიან მაგარია. ნახე, ბატარეა სრულად გათიშულია. აქ არის ძალიან პატარა ბატარეა სერვოტესტერისთვის, მაგრამ ის სისტემას ენერგიას არ აწვდის. ასევე საინტერესო იქნება, როცა ძრავი გაითიშება, რა იქნება ყველაზე დაბალი ძაბვა. აქ სიჩქარის კონტროლერი გათვლილია მინიმუმ 2 უჯრედიან ლითიუმ პოლიმერულ ბატარეაზე, რაც დაახლოებით 7.4 ვოლტი იქნება. ასე რომ საინტერესო იქნება ნახოთ, გამოირთვება თუ არა. სიჩქარე ოდნავ გაზარდა. და მგონი უბრალოდ დაველოდებით, სანამ სუპერკაპასიტორები არ დაიცლება. ძრავა, რა თქმა უნდა, ამდენ ხანს ვერ იმუშავებს, როცა პროპელერი ექნება, რადგან მაშინ გაცილებით მეტი წინააღმდეგობა ექნება. მეტად მეტი დენი მოიხმარდება. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა დიდ ხანს მუშაობს, არანაირი დატვირთვა არ აქვს, ასე რომ ეს მოსალოდნელიცაა. კარგი, როგორც ჩანს, ის გათიშულია.
ასე რომ სუპერკაპასიტორები აშკარად იმდენად დაბალ ძაბვაზეა, რომ სიჩქარის კონტროლერი ითიშება. მოდი დავამატოთ ძაბვა. 6.4 ვოლტი. ხო, ძრავი ითიშება 6.4 ვოლტზე, რაც ალბათ საკმარის სიმძლავრე არ არის იმისთვის, რომ რამე სერიოზული აციოს, ასე რომ ეს პრობლემა არ არის. ეხლა როცა ვიცი რომ კვების სისტემა მუშაობს, ვაპირებ გავაწესრიგო გაყვანილობა და მირჩილა. ყველაფერი ერთმანეთს შევაერთო და შემდეგ გადავიდეთ პარაშუტის გაშვების მექანიზმზე. კარგი, აი ისიც დასრულებული სუპერკაპასიტორის რაკეტა. ზედა ნაწილში მაქვს ძრავა და პროპელერი, რაც მამოძრავებელი კვანძია. მისი ზედა ნაწილში განთავსების მიზეზი სტაბილურობა არ არის. არ აქვს მნიშვნელობა რაკეტის რომელ წერტილზე გექნებათ მამოძრავებელი კვანძი, თუ პენდულუმის რაკეტის შესახებ მცდარ წარმოდგენას შეისწავლით. მიზეზი რატომაც ის ზედა ნაწილშია და არა ქვედაში, არის ის, რომ პროპელერი ქვედა ნაწილში რომ იყოს, მიწასთან დაშორების პრობლემა წარმოიქმნება. დამჭირდებოდა დიდი ფრთების აშენება, რომ პროპელერის გვერდებზე შემოევლოთ. ასევე თუ რაკეტის გვერდით აი ამის სახის მიმმართველი რელს სისტემა უნდა დავამატო, პროპელერი ამ სისტემას კარგად უნდა მოშორდეს. ასე რომ ფაქტობრივად გვაქვს აკრძალული ზონის დისკი, როცა პროპელერი მიწიდან ზევით იწევს. ამიტომ ზევით დავაგანოთ, უბრალოდ მიწასთან დაშორების ყველა პრობლემა იხსნება. ძრავი იკვებება ან იმართება ამ ელექტრონული სიჩქარის კონტროლერით. ეს არის 30 ამპერი და ამჟამად ის დაყენებულია დაახლოებით 18 ვოლტზე, მაგრამ ჩემი აზრით შეუძლია მუშაობა 25 ვოლტამდე. და შემდეგ რა თქმა უნდა გვაქვს მთელი სუპერკაპასიტორის ერთეული. სულ არის 6 სუპერკაპასიტორი. ამის მიზეზი ისაა, რომ სუპერკაპასიტორები ჩვეულებრივ საკმაოდ დაბალი ძაბვისაა. თითოეული მათგანი გათვლილია 3 ვოლტზე, ასე რომ 6 სერიაში შეადგენს 18 ვოლტს. ეს ყველაფერი აშკარად მიერთებულია სიჩქარის კონტროლერთან პირდაპირ ძრავზე. მასის მთლიანად ზედა ნაწილში ქონა არის ის, რაც გჭირდებათ სტაბილური რაკეტისთვის. ასევე სუპერკაპასიტორების ასე ახლოს განთავსება ძრავთან ნიშნავს, რომ ენერგიის მითოდებას ბევრად უკეთ შევძლებ, ვიდრე მაშინ, როცა ქვედა ნაწილამდე სქელი სადენები მიმყავს. ეხლა ალბათ ხედავთ ამ ხვითელ საგანს აქ. ეს სინამდვილეში ის კონექტორია, სადაც რაკეტას ვტენავ. ეს იგივე რაც ჩემს ბელ ბატარეაზე მაქვს და ეხლა გაჩვენეთ როგორ ვტენავ მას. თუ ჩავთავ ჩემს რადიო მართოს. უნდა შევძლო მისი შეერთება და რამდენიმე წამი დაველოდ და ალბათ უკვე დამუხტამუხტულია. და შემდეგ უბრალოდ შემეძლება გაზის მართვა. აი ეს არის მაგარი სუპერკაპასიტორების გამოყენებაში. რაკეტის სრულად დამუხტვა რამდენიმე წამში შემიძლია. ამიტომ შეგვიძლია ბევრი გაშვება მხოლოდ ერთი ბატარეით განვახორციელოთ. ეხლა რაკეტაზე ქვემოთ რო ჩავიდეთ, არის პარაშუტის გაშვების სისტემა. ეს თითქმის თავდაყირა რაკეტას გავს, რადგან ჩვეულებრივ რაკეტებს პარაშუტი ზემოთ აქვთ, ხოლო ბიძგი ქვემოთ. ხოლო ამ შემთხვევაში ბიძგი ზემოთაა, ხოლო პარაშუტი ქვემოთ. ეხლა მე ეს ფრთების სისტემაში ჩავაშენე და მისი გაშვების გზა ასეთია. ეს მთელი ფრთების სექცია ორ ნაწილადაა გაყოფილი და რეზინის ბანდი აკავებს მას. აკავებს ამ ორ ნაწილს ერთად და ამაგრებს მილისზე. ასე რომ თუ ამ ჩამთვალს გადავრთავ, ის უნდა ამოძრავდეს პატარა სერვოს, რომელიც აქ შიგნითაა და ეს უნდა გაშლის პარაშუტს. ეხლა თქვენგან ზოგიერთმა, ვინც განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდით თვალს, როცა რაკეტას ვაწყობდი, შეიძლება შეამჩნია, რომ ეს ფრთის დიზაინი ოდნავ განსხვავდება იმ ფრთის დიზაინისგან, რომელიც ვიდეოს ატყობის ნაწილში იყო. და ეს იმიტომ, რომ ეს სინამდვილეში მეორე ვერსიის კაპასიტორის რაკეტაა. ეხლა რასაც გავაკეთებ, რამდენიმე დღით უკან დავბრუნდები, რომ გაჩვენოთ რა დაემართა პირველი ვერსიის რაკეტას. სწორია, ჯერ მისთვის ნორმალური გაშვების პლატფორმა არ გამიკეთებია, მაგრამ ამინდი ახლა ისეთი კარგია, გადავწყვიტე სწრაფად გავუმეცადა. მალე ცოტა სიმაღლე მივცეთ, ან სულ მცირე, ნახოთ მუშაობს თუ არა და პარაშუტის გაშლაც შევამოწმოთ. 3-ში, 2-ში, 1-ში. კარგი, ეს საინტერესო იყო. კარგი, ტესტი ნომერი 2. 3, 2, 1-ში. შეიძლება ცოტა პრობლემა გვაქვს. ეხლა როცა რამდენიმე დღე გავატარე რაკეტის აღდგენაში, ზედა ნაწილში რამდენიმე ცვლილება შევიტანე, რომ ბევრად უფრო გამძლე იყოს. და ასევე შევცვალე დამჭერის წერტილი აქ, სადაც ფრთები ებმის ფუზელაჟს.
იმედია ისინი ფრენის დროს ბევრად უფრო მხარი იქნება და შეძლებენ რაკეტის სტაბილიზაციას ისე რომ არ აფეთქდეს. ისინი ასევე აღარ ტრიალებენ. ხო, აბა წავიდეთ და სატესტო ფრენა ჩავატაროთ, რომ ნახოთ, ეს რამე მართლა იფრენს თუ არა. წავიდეთ. კარგი, დავიცვათ. მაქვს პატარა ხის დაფა, როგორც გაშვების პლატფორმა. მაქვს რაკეტა, ბატარეა მის დასატენად და პულტი. რასაც ვაპირებ, არის დრონის ჰაერში აწევა და ამ პატარა რაკეტის ცაში გაშვება. ქარი ხო ძალიან მშვიდია. ცოტა ნისლია და მოღრუბლულია. მაგრამ ეს უბრალოდ მოტორს აქვს განგაშის სიგნალი. ასე რომ 10 წუთის შემდეგ თუ რაკეტას დავკარგავ, ის სიგნალს გამოსცემს. უბრალოდ ცოტა უნდა მივცე გაზი, რომ ეს შევაჩერო. კარგი, მოდი დრონი ავაფრინოთ. კარგი, დრონი ადგილზეა. რაც უნდა გავაკეთო არის ის, რომ რაკეტა ბატარეის პაკეტით დავმუხტო. ეს უკვე საკმაისად დამუხტულია. კარგი, ეხლა ვცდი ამას გადავიღო და თან ვაკონტროლო, რადგან გონია რომ ასე უკეთესი იქნება. მოტორს ნელა დავატრიალებ, შემდეგ კი სრულად დავწევ ბრუნებს და ვნახავ იმუშავებს თუ არა ეს რამე. 3, 2, 1. დიახ. სწორია და შემდეგ პარაშუტის გაშლა. ეს ძალიან კარგია. შეიძლება დავაახლო. აი ესე. დიახ, მე ძალიან ბედნიერი ვარ. 3, 2, 1. დიახ. სწორია და შემდეგ პარაშუტის გაშლა. ეს ძალიან კარგია. შეიძლება დავაახლო? აი ესე. ეს სინამდვილეში ბევრად უკეთ მუშაობს ვიდრე ველოდი. კარგი, სულ მცირე იმ პირველ რამდენიმე სატესტო ფრენიდან ასე ჩანს. პროპელერი ცოტა მოღუნულია, მაგრამ შემიძლია გავასწორო ან უბრალოდ გამოვცვალო პროპელერი. იმედი მაქვს, სველი ბალახი არაფერს დააზიანებს. მომზადე კიდევ ერთი სატესტო გაშვებისთვის. კარგი, ასე რომ კიდევ ერთი სატესტო გაშვებისთვის მომზადე, ჯერ არ დამიმუხტავს, რადგან დრონის ჰაერში ატევა მჭირდება. მაგრამ იმ პირველი სატესტო გაშვებიდან აშკარად ყველაფერი კარგად წავიდა. სინამდვილეში გაზის პედალი ადრე გამორთე, რადგან მეგონა რომ დრონი იმ ხეებისკენ მიფრინავდა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ 20 მეტრში დაეშვა. ამჯერად გას, ამჯერად ბევრად მეთხანს გახსნილს დავტოვებ. ნახოთ, შევძლებ თუ არა მეტი სიმაღლის აღებას. 3-ზე 2 1 დიახ. კონცენტრაცია. ეხლა ეს საკმაოდ სანდოდ ჩანს. ამიტომ იმ ფრენაზე ისევ ცოტა ადრე გამოვხდეთ როტლე. ძალიან რთულია ეხლა გავიგო რამდენად შორს მიტის რაკეტა, რადგან ვცდილობ კამერის ვიზირიდან უყურო მას, როცა ვიღებ ან როცა ვფრინავ. ვიფიქრე რომ ეს ელექტროგადამცემი ხაზებისკენ წავიდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა ნებისმიერი ობიექტისგან. საბედნიეროდ პარაშუტი წარმატებით იხსნება და ყველაფერი უცვლელად ჩანს. 3-ზე 2 1 არა, გაიშალე. ეს ძალიან ახლოს იყო. ამიტომ ძალიან ადვილია პარაშუტის ჩალაგების პროცესის დაჩქარება, როცა აქ ველზე ვარ. მაგრამ მგონია რომ მომავალში უფრო ფრთხილად მოვიქცევი, რადგან ეს ძალიან სახიფათო შემთხვევა იყო. არ ვიცი რატო აკეთებს ამას. შეიძლება სიჩქარის კონტროლერში ცხალი შევიდა. ეხლა როგორც ჩანს, კარგად მუშაობს. ასე უბრალოდ გავაგზავნებ მის გაშვებას. ეს ძალიან სახალისოა. 3-ზე 2 1 Oh, bicho.
3 2 1 Oh. ხო, ამ შემთხვევაში პარაშუტი არ გაიხსნა, მგონი უბრალოდ ყოლზე აშკარა რა მткი. კარგი, წავიდეთ ნახოთ რა დაემართა რაკეტას. იმედი არ გატეხილა. რადგან შეკეთება მომიწეს. ჩემი ფეხები, ფეხსაცმელები და წინდები სულ სველი მაქვს. ამიტომ მგონია რომ დროა მაინც შიგნით შევიდა. ევიდა. ოკეი. როგორც ჩანს, ფარფლებს აუფეთქა. რაც გამაღიზიანებელია, რადგან ლურჯი ფილამენტი გამითელდა. ხო, მგონი მაინც რამდენიმე კარგი და წარმატებული გაშვება გამოვიდა. მას. მოდით შიგნით შევიდეთ და ამ პროექტს შევაჯამოთ. მას შემდეგ რაც ყველა ნაწილს შევაგროვებ და ჩანთაში ჩავდებ. აი ესეა, სუპერკაპასიტორით მომუშავე რაკეტა. ძალიან კმაყოფილი ვარ საბოლოოდ როგორ იფრინა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველი რამდენიმე სატესტო ფრენა უფრო აფეთქებებს გავდა. პარაშუტის გაშვება უმეტეს შემთხვევაში იმუშავა, გარდა რა თქმა უნდა ბოლო შემთხვევისა, ევისა. არ ვიცი რამდენად მაღლა ავიდა რაკეტა, მაგრამ F1 ფრენაზე დრონი დაახლოებით 80 მეტრზე გავაჩერე და ეს მის ქვემოთ იყო, ალბათ 60 მეტრზე. ასე რომ ვფიქრობ 200 ფუტზე ცოტა ნაკლები იყო. ამ პროექტზე მუშაობის ეს სუპერკაპასიტორების შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ვიცოდი რა იყო ელექტროიტური კონდენსატორი ყოველდღიური ელექტრონული კომპონენტებიდან, მაგრამ სუპერკაპასიტორების შესაძლებლობებზე წარმოდგენაც არ მქონდა. მესმოდა მათ შესახებ, მაგრამ ყოველთვის მეგონა რომ ისინი რაღაც მომავლის ტექნოლოგია იყო, რასაც სწრაფად დამუხტვადი ელექტრომობილების შესახებ საუბრისას გაიგებდი. ამიტომ რეალურად რომ შევძელი მათი გამოყენება ესეთ რაღაცაში, ეს მართლაც ძალიან კარგი იყო, ძალიან საინტერესო იყო ამის სწავლა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხალათ ყურებისთვის და თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონოთ. თუ ჩემს არხზე ახალი ხართ, გთხოვთ დააჭიოთ გამოწერის გლაქს ქვემოთ და დიდი მადლობა ჩემს ყველა პატრონს, რომ ხას მიჭერდნენ ამ პროექტების შექმნის პერიოდში. მგონი დაახლოებით 3 კვირა გავიდა ჩემი ბოლო პროექტიდან, ძირითადად ამ აფეთქებებისა და ამ კონდენსატორების შესწავლის გამო. დიდი მადლობა ჩემს ყველა პატრონს, რომ ამ ვიდეოების შექმნა შესაძლებელი გახადეს და შემდეგ ვიდეოში შეგხვდებით. ნახვამდის. ცივა.